მე ვარ მილენა ხარბედია, ვარ 39 წლის, დავიბადე სოხუმში, ვიზრდებოდი 6 წლამდე, საკმაოდ ბედნიერი ცხოვრებით, მაგრამ შემდეგ ომმა წაგვართვა ჩვენი კერა, ჩვენი ცხოვრება და მოგვიწია საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრება ქალაქ ქუთაისში. რაღაც განსაზღვრული პერიოდი. ეს იყო უსახლკარობის, უსახსრობის და ძალიან დიდი უიმედობის პერიოდი. თუმცა ბევრი კეთილი ადამიანი იყო ჩვენს ირგვლივ, რომლებმაც გაგვატანინა, ესე რომ ვთქვათ, და დაგვეხმარა ამ სირთულეების დაძლევაში. ყოველთვის ვიყავი საკმაოდ მიზანდასახული. ყოველთვის ვიცოდი, რომ სწავლა განათლება ეს იყო პრიორიტეტი ადამიანის ცხოვრებაში და ამის დახმარებით ადამიანი შეძლებდა სასურველი მიზნის მიღწევას. ამიტომ ძალებს არ ვიშურებდი. სკოლა ფრიადზე დავასრულე. მაგრამ შემექმნა მერე საკმაოდ დიდი პრობლემა უკვე უნივერსიტეტში თანხებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩავაბარე, არ მქონდა საშუალება, რომ გადამეხადა სწავლის საფასური. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც დედა გარდამეცვალა, დაახლოებით 14 წლის ვიყავი, ჩემს დაბადების დღეზე. სიმსივნით იყო ავად საკმაოდ დიდი ხანი, დაახლოებით 7 წელი და დავრჩი ობლად. საკუთარ თავზე მე თვითონ უნდა მეზრუნა. გადავწყვიტე, რომ წავსულყავი საზღვარგარეთ, მემუშავა და იქ მიმიღო უმაღლესი განათლება. მოვახერხე. ძალიან დიდი ძალისხმევით, ძალიან დიდი შრომის ფასად, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო ერთდროულად მუშაობაც, იმისათვის რომ სწავლის თანხები დამეფარა და რა თქმა უნდა უნივერსიტეტშიც მინდოდა რომ ის მაქსიმალური შემისწავლა რაც შესაძლებელი იყო და ამეღო. წარმატებით დავასრულე. და მერე უკვე გავიცანი ჩემი მეუღლე. ყოველწლიურად ვისვენებდი აქ საქართველოში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნოსტალგია მკლავდა, ძალიან მინდოდა აქ ყოფნა, მენატრებოდა ყველაფერი და ყველა ჩემი მეგობრები და ერთ-ერთი ესეთი დასვენების დროს ქობულეთში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ეს იყო პირველივე ნახვით სიყვარული. და გადავწყვეტეთ, რომ ჩამოვსულიყავი საქართველოში და აქ გამეგრძელებინა უკვე ჩემი მოღვაწეობა და შემექმნა ოჯახი. მე ვარ მრავალშვილიანი დედა, 7 შვილი, 7 ულამაზესი უსაყვარლესი შვილის დედა ვარ და მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჩემი წარმატება ზუსტად ეს არის, ჩემი შვილები. პირველი არის მარიამი, 16 წლის გოგოა უკვე, 15 წლის გიორგი, ალექსანდრე, ალექსანდრა, ნია, ნოე და თომა. თომა ეს არის ჩვენი მარგალიტი, ყველაზე პატარა წლინახევრის, ყველაზე საყვარელი, რომელიც ოჯახში ყველას უყვარს განურჩევლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაოჯახების მომენტში საკმაოდ შეჭირვებულები ვიყავით, არასოდეს არ ვკარგავდი იმედს. ვიცოდი, რომ აუცილებლად დაფასდება ჩვენი შრომაც, ჩვენი სწავლა განათლებაც და მივაღწევთ იმას, რომ ვიქნებით ეკონომიურად თავისუფლები და სტაბილურები და შევძლებთ, რომ გაუძღვეთ ჩვენს ოჯახს. მე და ჩემმა მეუღლემ დავაფუძნეთ სამშენებლო კომპანია, სადაც მე ვიყავი არქიტექტორი, დიზაინერი, ფინანსისტი, ანუ ძალიან ბევრი, ესე რომ ვთქვათ, პროფილი მებარა და დღემდე მაბარია. ნაბიჯს როგორც დედაშვილს ზრდის და ბოლოს ნახულობს თავის შედეგს შრომის, ზუსტად ესე იყო ჩვენს კომპანიასთან მიმართებაშიც. დღესდღეობით საკმაოდ წარმატებულად მიუძღვებით ჩვენს საქმეს და ასევე ჩვენს ოჯახს. ძალიან რთულია შეთავსება ოჯახის და სამსახურის ერთმანეთთან. ეს არის ურთულესი თემა, დამეთანხმება ყველა დედა, მაგრამ მე საკუთარ თავთან, ესე რომ ვთქვათ, ჰარმონიაში მოვედი. ვნახულობ ბედნიერებას ჩემ შვილებთან ერთად, როდესაც ვარ მხოლოდ ჩემ შვილებთან ერთად ვარ, როდესაც სამსახურში ვარ, ანუ ვფიქრობ მხოლოდ სამსახურზე და იმ ჩემი სამსახურებიდან ვიღებ სიამოვნებას. შესაბამისად ვცდილობ, რომ სამსახურში საკმაოდ ხშირად არიან ჩემი შვილები, ჩემთან, არის ხოლმე რომ მზივარ ოფისში და იქ რამოდენიმე ბავშვი ჩემს ირგვლივ არის თავმოყრილი და ხატავენ. არის როდესაც მივლინებაში მივდივართ მე და ჩემი მეუღლე, ანუ ეს მარტო არასოდეს არ მივდივართ, მიგყავს ყოველთვის 2 ან 3 ბავშვი. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ეხლა მაქსიმალურად აი ამ სტაბილურობას, ერთმანეთთან შერწყმას და ჰარმონიას მივაღწიეთ. როდესაც სიზმარს ვხედავ და ამ სიზმარში საკუთარ სახლს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ჩვენი სახლი, მე და ჩემს მეუღლეს, ყოველთვის ვხედავ აფხაზეთის სახლს. ანუ ეს არის
როგორ გითხრათ, აი შეუცვლელი რაღაცა ჩემს ცხოვრებაში, ანუ მე ჩემს საკუთარ სახლში ყოველთვის წარმომიდგენია ჩემი თავი სოხუმის კერაში. ბავშვებს რა თქმა უნდა ვუყვები, ვაჩვენებ სურათებს, ასევე ჩემი მეუღლეც აჩვენებს ვიდეოებს, აი ნახეთ დედა როგორი ლამაზი ქალაქიდან და როგორი ლამაზი კუთხიდან არისო. და ჩვენ მოწადინებული ვართ რა თქმა უნდა თუ აფხაზეთში დაბრუნება იქნება და ჩემი პოზიტიური აზროვნებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად იქნება, დიდი სიამოვნებით გადავიდოდით იქ საცხოვრებლად. ყოველთვის იფიქრეთ პოზიტიურად, ყოველთვის გქონდეთ იმედი არასოდეს არ უნდა მოგიშალოთ ღმერთმა. და რა თქმა უნდა, ბევრი იშრომეთ და ყველაფერი გამოგივათ აუცილებლად. საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ ძალიან ბევრი, დაუღალავად. შეიძლება ღამეების თევა დაგჭირდეთ. მე მაგალითად, როდესაც მუშაობდი და ვსწავლობდი, ბევრი ღამე მითენებია. როდესაც ჩვენ მე და ჩემმა მეუღლემ ბიზნესი დავიწყეთ, სამშენებლო კომპანია, მაშინაც კი ძალიან ბევრი ღამე მახსოვს გასწორებული, როდესაც კომპიუტერთან ვიჯექი, მუშაობდი, პროექტებს ვქმნიდი, ფინანსურ ანგარიშგებებს ვაკეთებდი. ანუ ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, მაგრამ თქვენ თუ ამას გადალახავთ, მაშინ აუცილებლად წარმატება მოვა თქვენთან. ჩვენ, როდესაც დავბრუნდებით აფხაზეთში და ეს ჩვენი გაერთიანება მოხდება, უდიდესი პლატფორმა არსებობს იმისა, რომ აღმოცენდეს სამშენებლო საქმიანობა. მე დიდი სიამოვნებით ჩავდებ, ესე რომ ვთქვათ, ჩემს შემოქმედებით უნარს, როგორც არქიტექტორი, როგორც დიზაინერი, როგორც სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთიანად ავაშენებთ ჩვენ ამ კუთხეს, ამ ლამაზ, ულამაზეს კუთხეს. ყველაზე მისასალმებელი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობა. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საერთოდ რამე სხვა რო ვითარდებოდეს და აღმოცენდებოდეს იმ ადგილას. ამიტომ არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გქონდეს მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ვიპოვით საერთო ენას, ვინაიდან ჩვენ საუკუნეები ვიყავით ერთად და მე მახსოვს ჩემი ბავშვობა, როგორ ბედნიერად ვთამაშობდით მე ქართველებთან, აფხაზებთან, სომხებთან, რუსებთან, ყველასთან ერთად, იმიტომ რომ აფხაზეთი იყო საკმაოდ ესეთი მრავალეროვანი კუთხე. ბავშვებს არასოდეს არ გაგვჩენია კითხვა, რომ ვაიმე შენ აფხაზი ხარ, შენ ქართველი ხარ, შენ გეთამაშები და შენ. ანუ ჩემი ბავშვობის ახსოვრობიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ეს შესაძლებელია, როდესაც წრფელი და ნათელი გულით არის ადამიანი.